შოთამესხია სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღეს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეხვედრა გამართეს. მათ საკუთარი ორგანიზაცია ქართველი სტუდენტები თავისუფლებისათვის პრეზენტაცია მოაწყვეს. მესხიას უნივერსიტეტში შეკრებილებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრეს და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართეს. დღეს ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის, რომელიც არის სტუდენტური ორგანიზაცია, იმყოფება ზუგდიდში და მართავს პრეზენტაციას ორგანიზაციის შესახებ. და ძირითადი სასაუბრო თემა არის ქვეყნის ეკონომიკები, რატო გამდიდრდა ან გაღარიბდა სხვადასხვა ქვეყნები, რა იყო ამის მიზეზი, რა ფაქტორმა გამოიწვია, რომ პირობითად სამხრეთ კორეაში დღეს უფრო რაღაც მდიდარი ხალხი ცხოვრობს ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში და ამაზე გვაქვს ძირითადი დისკუსიები და საუბრები და აუდიტორიიდანაც ძალიან კარგი შეკითხვები არის დასმული და ძალიან კარგი დისკუსია შედგა. მოგვიანებით შედგა თომა ჩაგელიშვილის ფილმის დიდი შეცდომა ჩვენება, რომლის შემდეგაც შეკრებილებმა ფილმი განიხილეს. შოთამესხიას უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ორგანიზაციასთან ერთად სხვადასხვა აქტივობასაც განახორციელებენ. მნიშვნელოვანი არის პროექტი ჩვენ რეგიონისათვის, რადგანაც ჩვენ წარმომადგენლობითი ეს ორგანო ზუგდიდში განახორციელებს არაერთ პროექტს. ეს არის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციის პრეზენტაცია ქართველი სტუდენტების თავისუფლებისათვის, რომლის პარკლებში ჩვენმა მოწვეულმა თვითონ სტუმრებმა წარმართეს ძალიან საინტერესო კონფერენციის პირველი ნაწილი. აგრეთვე დღეს ჩვენ როგორც ერთ-ერთი ღონისძიება ეს არის თავისუფალი აზროვნება, სტუდენტებში ამის დამკვიდრება, ხელშეწყობა. შოთამესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრობდნენ ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დღეს უნივერსიტეტში შედგა საკმაოდ საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემებზე, რომელიც საინტერესო იყო ახალგაზრდებისთვის. მას პინძლობა გაუწია ჩვენმა უნივერსიტეტმა სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით. შეხვედრის დასასრულს საჩვენებელი დებატები გაიმართა ღია ცის ქვეშ თემაზე საქართველოში სამხედრო სამსახური უნდა იყოს საკონტრაქტო. სტუდენტები სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას აპირებენ.